მიკროფონი სამართლია. ელდა დააფია მაშინ აიშალე რა მერდა ყველა გადმოდით აქეთ აიშალე ჟურნალისტები აქეთ მე ნამთისა გუნა ამი გადი მოგესალმებით შევშორის მე ვერტო გადახაროთ მე აფხაზებმა მიმართეს რუსეთის პატრიარქს სოფლიო პატრიარქს ჩემთანაც მოიდა წერდა და ცხოვრობენ დამოუკიდებლობას ესე იგი ცდილობენ გამოეთიშონ უძველეს საქართველოს დამოუკიდებელ ეკლესიას ამასთანავ მდლებმა სულ რამდენიმე მკვლელმა გამოაცხადეს რომ ისინი აცხადებენ დამოუკიდებლობას და იყო ჩვენი კომენტარი რომ ეს არასერიოზული განცხადება და ჩვენ ამაზე არავითარი რეაგირება არ უნდა გავხსნათ. მთელი მსოფლიოს პატრიარქი და რუსეთის პატრიარქი და სხვა ეკლესიები ჩვენ გვიჭერენ ხარს და აცხადებენ რომ ისინი ცნობენ ერთ საქართველოს ერთ დამოუკიდებელ ეკლესიას სადაც შედის აფხაზეთის ასე რომ მე იმედი მაქვს რომ ყველაფერი მოწესრიგდება და მე მინდა თქვა რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის უწმიდესი კირილეს პოზიცია ჩვენ შესახებ და თქვენ როგორც იცით ის გვიჭერს ხარს ჩვენ და აცხადებს რომ ისინი ცნობენ საქართველოს ეკლესიის თლიანობას მინდა მადლობა გაქცევოთ მადლობა არ უნდა დაეცეს ადამიანი სულიერად არ უნდა დაეცეს და ამ სიმტკიცეს მე ვხედავ თქვენში მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ აფხაზეთი თქვენი სახლები ჩვენ უნდა მე უნდა შევიდე ნინოშვილის 13 ნომერში უნდა დაბრუნდეთ თქვენ კერებში თქვენ სახლებში
მე იმედით უყურებ მომავალს და ვფიქრობ, რომ აი ის რაც მოხდა, ეს არის უდიდესი შეცდომა. აი ეს აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს გამოცხადება ცხინვალის რეგიონის. ეს არის უდიდესი შეცდომა და ჩვენ უნდა ჩიხია ესა. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამოიდეს ჩვენი და რუსეთის და სხვა ძალები გამოიდნენ ამ ჩიხიდან და საქართველო აუცილებლად უნდა გამთლიანდეს. თუ არ გამთლიანდება საქართველო, თუ აფხაზეთი არ დაუბრუნდება საქართველოს, მე ვხედავ ასე, რომ აფხაზეთი იქნება და იქ აფხაზები აღარ იქნება. ასე რომ ჩვენმა ძვლებმა აფხაზებმა უნდა იფიქრონ არა მარტო საქართველოს გამთლიანებისათვის, არამედ უნდა იფიქრონ თავისთავად, რომ ისინი არ იქნებიან კვიდრნი თავისი სამშობლოს. ასე რომ და მე როგორც მომდის ცნობები, ბევრი აფხაზი უკვე ფიქრობს საქართველოში დაბრუნებას და დიდებადა მოგებას. ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ. თქვენ გიცეთ გამოიარეთ ეს განსაცდელის წრები და კიდევ ცოტა ხანს უნდა მოიწვიოთ და ღმერთი დამეხმარება ჩვენ.